თამაში ლევას ინანიშვილის მოთხრობაზე ცხოვრება პოეტის. შენ თვითონ დინახავ დადოსაკიანი. ერთხელ ნახე, მეექვსე კლასში რომ ვიყავი. როგორ ნახე იცი? ქუთაისში ჩვენი სკოლისკენ მოდიოდა წვიმიან დღეს. გამხდარი, მაღალი, ნაბლიანი. შემდეგ შედგა, თითქოს რაღაცა იგონა. მარცხნა ფეხი აწია, სერა თითით მართული გადაგიხა და გადამარა, ისე რომ არავის არ ელახა. შემდეგ ჯიბიდან ამოიღო თეთრი ქათქათა ცხვირსახოცი და დასტურული თითები გადაიწმინდა. შემდეგ კი ნაბლიანი გაუდგა წვიმიან გზას. კარგით, ბავშვებო, ახლა ბიზნეს ვარ გამშემოთქვა პოეტთან. ლადო ასათიანი, შეგიძლიათ დავუსვათ. კარგით, დავუსვათ საბა. როგორი გზნობა როცა ხალხი გიცნობს და ძალიან უყვარს. ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით ხალხს მე ძალიან უყვარს, მაგრამ მე დიდ სიხარულს ვსდობ. კიდევ ხო არ გქონდა ბავშვებო რომელიმე პერსონაჟთან კითხვა? აბაროსთან გისმენთ? შენ გინდოდა რომ პირადად გენახა ქუთაისის გზაზე მიმავალი ლადო ასათიანი. ედი აღწევდა. კარგი, კიდევ ხო არ არის ბიზნეს? რატომ ვიყავი ეს კიდამთებილი, როდესაც გზაზე მოდიოდით? მე იმიტომ რომ მე ძალიან დუხტით ცხოვრება მქონდა. კარგი, დიდი მადლობა ბავშვებო. შეგიძლიათ დავწეროთ.